წარმოდგენილი 11-ვე ბრალდებულთა მიმართებაში სასამართლო სახაზინო წესით დანიშნავს ადვოკატს. აღნიშნული განჩინება გაეგზავნება შესაძლებლად შესაბამისი იურიდიული დახმარების ბიუროს. მაშინ ჩვენ ვინა ვარ და რა სტატუსი გვაქვს გვაინტერესებს. რატო უნდა დავასრულოთ ბატონო მოსამართლე? გამოდის რომ ჩვენ იგნორს გვიკეთებთ 11 თუ 15 ადვოკატს და სახაზინო ადვოკატს ნიშნავთ. რას ნიშნავს თქვენი ქცევა ვერ გავიგე? თუ არ მოგწონთ შეგიძლიათ დატოვოთ. სახაზინო ადვოკატებზე არ ვართ არც ერთი თანახმა და უარს ვაცხადებთ ნებისმიერი სხვა ადამიანების ჩართულობაზე, იმიტომ რომ ჩვენ აბსოლუტურად ვენდობთ ამ ადამიანებს. დაგახსენებთ, ვიყავთ უკვე შეთანხმებულები იმაზე, რომ ივნისში არ უნდა ჩატარებული იყოს ხტომა და თქვენ თქვით, რომ ივლისში 12 საათამდე რომს დაგჭირდესო, რომ გავჩერდეთო ესეთი ფორმით ჩავატაროთო სასამართლოებიო და ივნისში აღარ იქნებოდა. შემდეგ სასამართლოზე თქვენ რომ მოგზადით, განაცხადეთ, რომ სასამართლომ შეიცვალა პოზიციაო და უნდა ჩაინიშნოს ეს სამი სასამართლო ივნისშიო და ამაზე ვლაპარაკობთ. რამეს ვიტყუები, თუ ვიტყუები მითხარით. მე მგონი არაფერს არ ვიტყუები. ამაზე შეგვიძლია სასამართლომ რამდენიმე ივლისში შედრა შეგითახდათ, ასე ვანდრო არ მინდა თქვენთან პოლემიკაში შემოსვლა. ეგრევე რომ გადაწყვეტილებას იღებთ, იქნება რას გეუბნებით ისეს რომ შეცვალოთ ეგ გადაწყვეტილება. ანუ ესე დარწმუნებული ხართ თქვენ თავში რომ რასაც მიიღებთ ყველაფერი სწორია? არა, არაფერი არ არის სწორი, რაც აქამდე მიგიღია. დავასრულოთ. აი, მაშინ ერთი კითხვა მექნება თქვენთან. ეხლა ნორმალობა მაქვს და შუამდგომლობის უფლებითაც არ მასარგებლებთ? პირველივე შესაძლებლობის თანავე რომ უნდა დავაყენო აი შუამდგომლობა. ბატონის ეს უსმენ, ბატონი. დიახ, მაშინ. კარგი, ეხლა თქვით კიდე წინასწარ არ მithქვამს რომ რაღაც ხა თვეში უნდა ჩავეტიოს და ჩვენ იმედი უნდა გვქონდეს რომ აღკვეთს რომ გადასინჯოთ, შეიძლება იქ რაღაცა შეიცვალოს, ხო? ანუ შეიძლება რომ რაღაცა სხვანაირად მოხდეს და არა ისე როგორც თქვენ თქვით. დაასრულეთ. კითხვა მაქვს ეს უბრალოდ. კითხვაზე არ პასუხო ბატონისე. კანონი არ არის და თქვენ ესე გონევრულად თქვენთვის განმარტავთ, იქნებ პრეცედენტული სასამართლო მოვიმხმოთ, აპელაციის გადაწყვეტილება მითხრათ, ან უზენაესის გადაწყვეტილება მითხრათ, ან რაიმე საერთაშორისო სტანდარტი მითხრათ, რომლის საფუძველზეც ამის უფლება გექნება. თქვენ ამას ვერ მეტყვით. აქედან გამომდინარე ბატონო მოსამართლე, თქვენ აცილების შუამდგომლობას ვაყენებთ, რომელიც საერთოდ აღარ მსიამოვნებს ამას რომ ვაყენებთ, რომ ყველა პროცესზე თქვენი აცილების შუამდგომლობა დასაყენებელი რეალურად. იცით რატო? შეიძლება თქვენ გადაწყვეტილება მიღებული გქონდეთ უკვე ძალიან დიდი ხნით ადრე, მაგრამ პროცედუალურად მაინც ხო შეიძლება გამართოთ ეს პროცესი და კანონი მაინც არ დაარღვევს.